გადაუდებელი ან განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში სააგენტო დევნილებს ერთჯერადი ფულადი დახმარებით უზრუნველყოფს. ერთჯერადი დახმარების გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას კომისია კრიტერიუმების შესაბამისად იღებს. ფულადი დახმარების გაცემა 6 თვეში ერთხელ არის შესაძლებელი. პროექტით სარგებლობა შეუძლია დევნილს, რომელიც აკმაყოფილებს ჩამოთვლილ ერთ ან რამდენიმე კრიტერიუმს. ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში თუ გარდაცვლილის ოჯახი სოციალურად დაუცველია და მისი სარეიტინგო ქულა შეადგენს 100.000 ერთზე ნაკლებს. თუ დევნილი ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა შეადგენს 30.000 ერთზე ნაკლებს. ასევე ერთჯერადი დახმარება გაიცემა ონკოპაციენტებზე, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე, მრავალშვილიან ოჯახებზე, თუ ოჯახის შემადგენლობაში არის 3 და მეტი 18 წელზე ნაკლები ასაკის ოჯახის წევრი. ქირურგიული ოპერაციის საჭიროების შემთხვევაშიც თუ დევნილი ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა შეადგენს 100.000 ერთზე ნაკლებს. ერთჯერადი დახმარება გაიცემა ასევე ომის ვეტერანის, ან ომში დაღუპულის, ან მარჩენალ დაკარგული სტატუსის მქონე პირებზე, ასევე მარტოხელა მშობელსა და ქვრივზე. პროექტი ითვალისწინებს ასევე დახმარებას იმ პირებზე, რომლებსაც ძალთა მიმართ ძალადობის ან ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად მინიჭებული აქვს მსხვერპლის სტატუსი, ან იმყოფება თავშესაფარში, ან კრიზისულ ცენტრში. სააგენტო პროექტის ფარგლებში ეხმარება დევნილ ოჯახებს, რომლებსაც დაუზიანდა ან გაუნადგურდა საცხოვრებელი და მასში ცხოვრება ნაწილობრივ ან სრულად შეუძლებელია. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა და სამოქალაქო პირთა ნეშტების მოძიებისა და გადმოსვენების შემთხვევაშიც გაიცემა დახმარება. თუ გადმოსვენებული პირის ოჯახის წევრი განცხადებით მიმართავს სააგენტოს და მას დევნილთა მონაცემთა ბაზის მიხედვით მინიჭებული აქვს დევნილის სტატუსი.